სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების ფარგლებში დაკავებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საუბარია ზვია ცეცხლაძის, ვეფხე კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ისტაფალ ალიევისა და თორნიკე გოშაძის, ასევე გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის და ირაკლი მიმინოშვილის ეპიზოდზე. პროცესზე მსჯავრდებულებმა ისარგებლეს საბოლოო სიტყვის უფლებით მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავეცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. სამ მათგანს ზვია ცეცხლაძეს, ვეფხე კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს 2 წლი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პროკურატურა სამივეს 225 მუხლის პირველი ნაწილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას სდებდა ბრალად, დანარჩენ 5 ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამ პირებს პროკურატურა 225 მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი უკანონოდ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება იმ საქმესა, სადაც არ არის არანაირი ერთი პირდაპირ მტკიცებულებაც კი და საერთოდ ზედმეტია საუბარი მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომელსაც კანონი აკისრებს ვალდებულებას მოსამართლეს, რომ მან უნდა მიიღოს გამომტყუნებელი გადაწყვეტილება მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე და ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი და შეთანხმებული. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არანაირი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ გვაქვს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაჩენის სახით არ იყრდნობოდა მტკიცებულებებს, სადაც სასამართლომ იმის მიუხედავად, რომ შეცვალა კვალიფიკაცია და ზვია ცეცხლაძისთვის ბრალად შერაცხული ქმედება 225 მუხლიდან გადააკვალიფიცირა 226 მუხლზე, არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ამ კონკრეტულ პირთა წრეს ერთმანეთთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები დაადასტურებდა, რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან კავშირში იყვნენ და ისინი საერთო ერთიანი განზრახვით მოქმედებდნენ. შესაბამისად, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა იმის დასტურად, რომ ზვია ცეცხლაძე რომელიმე ჯგუფს უწევდა ხელმძღვანელობას და მიმაჩნია, რომ გამომდინარე აქედან დღეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი